მოგესალმებით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკა Way to Sustainability, იგივე 3 გრადობისკენ ბიზნეს ფორმულას ეთერშია. მე ვარ სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი და წარუძღვები დღევანდელ წლის შემაჯამებელ გადაცემას. ჩვენი რუბრიკა მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ. გადაცემაში დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გაეროს გლობალური შეთანხმების და ჩვენი წევრების მიღწევებზე, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის განვითარების ტენდენციაზე და 2024 წლის გეგმებზე. 2023 წელი ნამდვილად ძალიან წარმატებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისთვის. მიღწევებს შორის იყო გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრობა და მსოფლიოს 62 ქვეყნის თავმჯდომარეობა, ახალი პროექტები, 177 წევრი, 62 გადაღონისძიება და 1900-ზე მეტი მონაწილე საქართველოში. რეგიონული კონფერენცია, რომელსაც 30-ზე მეტი ქვეყნიდან 300-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. წარმატებით ჩატარებული ჯილდოს კონკურსი და 12 გამარჯვებული გლობალური SDG პიონერი საქართველოდან და კიდევ ბევრი სხვა წარმატება. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის კორპორაციულ მდგრადობას და აღნიშნული მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას. ეგრეთ წოდებული spotlight-ი ახლა ბიზნეს სექტორზე არის. ქსელის მიღწევებზე, 2024 წლის გეგმებზე და ზოგადად საქართველოში კორპორაციული მდგრადობის განვითარების პერსპექტივაზე დღეს ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრებთან ერთად, ვალერი ჩეხერია, რუნს ჰოთელსის აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი ჭეხანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვსტუმრობენ დღეს გადაცემაში. ვალერი, გიორგი, დიდი მადლობა დღეს რომ ჩვენთან ერთად ხართ და ვაჯამებთ გაეროს გლობალური შეთანხმების მიღწევებს თქვენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, გარდამტეხი წელი იყო ჩვენი ქსელისთვის, ნამდვილად ბევრ მიღწევას ქონდა ადგილი, თუმცა მინდა სანამ ჩვენს მიღწევებზე გადავალთ, პირველ რიგში საქართველოში არსებულ ტენდენციებზე გკითხოთ და ვალერი ჯერ თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით, კორპორაციული მდგრადობის განვითარება როგორ მიმდინარეობს საქართველოში დღეს და რას ხედავთ, რამდენად უფრო მეტად არის შესაბამისობაში ბიზნეს სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ შორის თქვენს სექტორში, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, რამდენად ხედავთ ამ ტენდენციას? სალომე, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები შენ მაყურებელს პირველ რიგში და იცი რა არის ტენდენცია არის ძალიან დადებითი. იქიდან გამომდინარე რომ ყველა ის კომპანია თუ პატარა ბიზნესი თუ დიდი ბიზნესი ვცდილობთ რომ რაღაცა გავუსწორდეთ იმ სტანდარტებს რაც დღეს მსოფლიოში არსებობს და ეს არის ის გამოწვევები რომელიც პატარა ბიზნესსაც დიდ ბიზნესსაც აქვს. იმიტომ რომ დაგვანახა რომ თუ არა კორპორატიული მდგრადობა, სოციალური პასუხისმგებლობა არ გაქვს ცდომა რაღაცა გარკვეულ შეღავათებზე, რომელიც ბიზნესს აუცილებლად ჭირდება. ეს არის იაფიანი კრედიტის ცდომა, დაუშვათ ეს არის არც ბონდის გამოშვება თუ დაუშვათ რაღაცა სხვა მიმართულებაზე ფიქრი, ამას აუცილებლად ჭირდება კორპორატული მდგრადობა, ამას აუცილებლად ჭირდება კორპორატული პასუხისმგებელი კომპანია რო არსებობდეს და ამას ძალიან კარგად ვახერხებთ გაეროს გლობალურ ქსელთან ერთად, იქიდან გამომდინარე რომ ზუსტად იმ guidelines გვაძლევს და ზუსტად ამ მიმართულებებზე მუშაობის შინაარს ვიგებთ, როგორ შეიძლება რომ მივახციოთ, როგორ შეიძლება რომ გავიდეთ, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე კომპანია გავხდეთ და როგორ შეიძლება რომ მე უკვე ბევრმა კომპანიამ ითანამშრომლოს შენთან, იმიტომ რომ როდესაც გაქვს ეს სტატუსი, კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდები არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ უკვე ევროკავშირის სტატუსთან ერთად ევროკავშირის ბაზარზეც. კი, ნამდვილად და ეს საერთაშორისო სტანდარტები გვალდებულებს მათ შორის, არა მხოლოდ შესაძლებლობა არის, ამასთან ერთად უკვე ვალდებულებაც არის, გამოწვევა არის, ძალიან ბევრი კომპანია ქართული მზად არის, ჩვენ დღეს ახსენე 170-ზე მეტი წევრი ყავს ხო Global Compact საქართველოში, აქედან გამომდინარე ძალიან მაღალი მზარდი ტენდენციაა, ხო, დავიწყეთ მახსოვს რაღაც 16 კომპანიით და ეს იმის მანიშნებელია, რომ კომპანიებიც აანალიზებენ, ხელმძღვანელობა აანალიზებს კომპანიის, რომ თუ არა გამჭვირვალე სტრუქტურა, თუ არა რაღაცა მომავალზე ფიქრი, რომ გრძელვადიანზე ფიქრი, მაშინ ყველა ვარიანტი გჭირდება რომ
ჩვენი კომპანია იყოს მდგრადი, რაც შეიძლება მდგრადი. ჩვენც მათ შორის ტურიზმის სექტორიც ძალიან აქტიურად მუშაობთ ამ ნაწილზე. ჩვენც ვფიქრობთ რაღაცა ბონდების გამოშვებაზე და ვფიქრობთ რომ მწვანე ბონდი გამოუშვათ აუცილებლად, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად გვეხსნება ხელი უფრო იაფიან ფულთან, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი სასტუმრო განვითარდეთ, რა თქმა უნდა. და ძალიან მნიშვნელოვანია მარტო სტუმართმასპინძლობის სექტორი არა, რა თქმა უნდა, ყველა სექტორს ეხება და ძალიან ბევრი რეგულაცია, წამახალისებელი მექანიზმი არსებობს უკვე ჩვენს ქვეყანაში, რომ ბიზნესი უფრო პასუხისმგებლიანი იყოს და სტუმართმასპინძლობის სექტორიდან იურიდიულ სფეროში გადავინაცვლოთ. გიორგი, შემდეგი კითხვა იგივე კითხვა არის პრინციპში, რაც მინდა რომ დაგისვათ თქვენს. ანუ იურიდიულ სფეროში რამდენად კორპორაციული მდგრადობა არის უფრო მეტად მზარდი. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და ჩვენ ერთად ჩავატარეთ ძალიან საინტერესო კონფერენცია ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით. რამდენად ხედავთ, რომ თუნდაც ბიზნესი და ადამიანის უფლებები უფრო მეტად მზარდი ტენდენცია იყოს იურიდიულ სფეროში და არა მხოლოდ ზოგადად ბიზნეს სექტორში საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ კომპანიასთან გაქვთ შეხება და რას ელით 2024 წლიდან მათ შორის იურიდიული სფერო როგორ გაითავისებს ამ მიმართულებას. მადლობა სალომე მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს და ყველას უსურვებ ბედნიერ 2024 წელს და კარგია რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ვაჯამებთ თქვენს გადაცემაში. იურიდიულ სფეროს რაც შეეხება ზოგადად დავიწყოთ ბიზნესით. ახლა უდავოა ის ფაქტი, რომ ბიზნესი ნებისმიერ სახელმწიფოში არის სახელმწიფოს ეკონომიკური წარმატების გარანტია, დასაქმების ადგილების შექმნა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროგრესი და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერი ბიზნესის აქტივობას შეიძლება სდევდეს მისი ნეგატიური ეფექტი გარემოზე და გარემოს გულისხმობ როგორც პირდაპირ გაგებით გარემოს კლიმატური თვალსაზრისით, ასევე სოციალურ გარემოს, დასაქმებულების უფლებები, სოციალური უფლებები და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ბიზნესი არის დაფუძნებული და რისთვისაც არსებობს მოგება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა იზრუნოს სხვა მნიშვნელოვან თამდევ ფაქტორებზე, როგორიც არის ზრუნვა ზოგადად საზოგადოებაზე. ძალიან ბევრ კომპონენტზე ისაუბრა ვალერიმ და მნიშვნელოვანი, რომ ქართული ბიზნეს საზოგადოებები ამას აკეთებენ და ყურადღებას აქცევენ, მაგრამ სწორად გაუსვით თქვენ ხაზი მათ შორის იურიდიულ სფეროს. ერთია ბიზნესის მხრიდან, ასე ვთქვათ, აქტიურობა ამ მიმართულებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პარტნიორები შეიძლება გახდნენ იურისტები ზოგადად კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით. იმიტომ რომ თუნდაც in-house ლოიერებით იქნება ეს თუ იურიდიული ფირმებით, რომლებიც გარკვეულ რჩევას აძლევენ ბიზნესებს, ზოგადად იურისტები ითვლებიან მრჩეველებად სხვადასხვა ბიზნეს კომპანიებისთვის. ამიტომ რაც უფრო მეტად მოხდება პოპულარიზაცია კორპორაციული მდგრადობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან ურთიერთმიმართების იურისტებში, ჩემი აზრით ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ბიზნესებშიც ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდეს და კიდევ უფრო სწორად განახორციელონ ბიზნესებმა თავიანთი აქტივობა. ჩვენს გვჭირდება ბიზნეს ყოველთვის კონსულტაცია იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დამნერგოთ ზუსტად ეს ქცევის წესები თუნდაც კომპანიაში, რომ ამიტომ იურისტები თუ სწორად არ გაითავისებენ რა მნიშვნელობა აქვს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება იყვნენ ხელისშემშლელი ფაქტორები ამ პროცესებისთვის, მაგრამ თუ სწორად გაითავისებენ და თვითონაც ჩაერთვებიან ამ პროცესებში, პირიქით ხელისშემწყობი, ასე ვთქვათ, მექანიზმი შეიძლება იყოს აბსოლუტურად და ის კონფერენცია, რომელიც თქვენ ახსენეთ სალომე და დიდი მადლობა რომ ამ კონფერენციას ასე ვთქვათ ჩაუდექით სათავეში და გაეშვედეთ ის საელჩოს მხარდაჭერით და სხვადასხვა დონორების მხარდაჭერით ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩვენ ეს ღონისძიება ჩავატარეთ. ეს იყო პირველი საქართველოში. სხვადასხვა ქვეყნებიდანაც სტუმრობდნენ, რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრები და ერთი რამე დავინახეთ ნათლად. დაინტერესება არის მაღალი, თუმცა ცნობიერების დონე ჯერ კიდევ დაბალი შედარებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან. ამიტომ ამ მიმართულებით იურიდიულ სფეროშიც მუშაობის გააქტიურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილად და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ბიზნეს სარგებელზე კორპორაციული მდგრადობის და ვთავთ ხოლმე აი CFO-ებს, ფინანსურ მენეჯერებს ამ პროცესში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იურისტების ჩართვაც, რა თქმა უნდა, კომპანიის შიგნით ამ პროცესში, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს განვითარება მდგრადობის კომპანიის შიგნითანვე. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა
უკვე საადვოკატო მიმართულება და ზოგადად იურისტების ჩართვა უკვე სხვა მხრივ ამ სფეროს განვითარებისთვის საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის და ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს ვიმუშავებთ 2024 წელს ერთად. და ვალერიმ დაიწყო უკვე ამ თემაზე საუბარი, ახსენა გაეროს გლობალური შეთანხმების როლი, თუმცა მინდა რომ კიდევ უფრო მეტად ჩაგეკითხოთ. აი, რას ფიქრობთ, რა როლს თამაშობს გაეროს გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის განვითარებაში საქართველოში? რა მიღწევები იყო თქვენთვის გამორჩეული 2023 წელს და რა სელით 2024 წლისგან? კაი შეკითხვა, იცი რა, რაღაცა დონეზე ანბანი არის, მოდი დავიწყოთ იმისი, რომ თუ როგორი უნდა იყოს მდგრადი კომპანია ამის გამოს გასწავლის და რაღაც მენუალი არის ერთგვარი იმისი, რომ გეხმარება რომ გაარჩიო თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგა და რა უნდა გააკეთო იმისთვის არ არის აუცილებელი რომ დიდი თანხები დახარჯო ან არ არის აუცილებელი რომ შენ კომპანიაში რაღაცა charity event-ები აკეთო არ არის ეს სულ განსხვავებული და თუმცა ბევრს ამის წარმოქმნა აქვს მათ შორის მეც სანამ შემოგერდებოდით ესეთი წარმოქმნა მქონდა რომ შეიძლება ძალიან დიდ თანხებს უკავშირდებოდა თუმცა არა მე უკვე ძალიან სწორად გავარკვიე და გავიგე თუ რა ბენეფიტები შეიძლება გქონდეს რამდენად დაფასებული არის ესეთი ბიზნესი და კიდევ ერთხელ ის სტუმრები რომელიც წელს მივიღეთ ხო ჩვენ და უმასპინძლეთ და ის სპიკერის მის მონაწილეები რომლებიც კონფერენციაზე იღებდნენ მონაწილეობას კიდევ უფრო მეტად გავერკვიეთ რომ რამდენად აქტიური არის ჩვენი გლობალური შეთანხმება საქართველოს ოფისი იქიდან გამომდინარე რომ რამდენ ამას ვაკეთებ და რამდენმა ბიზნესმა უკვე ამაც სარგებელი ნახა ჩვენ ახლა საუბრობთ ხო სანამ გადაცემაში შემოვიდოდით რომ მწდომა გვეძლევა ისეთ ფინანსურ ინტერესებზე რომელიც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც მოყვება მაგრამ ამავე დროს როდესაც მდგრადი კომპანია ხარ და როდესაც ეს პრინციპები რომელიც გატარებული გაქვს შენ კომპანიაში გეხმარება რომ გამჭვირვალედ წახვიდე და რაღაცა საერთაშორისო ბაზარზე გქონდეს ცდომა ფინანსურ რესურსზე გქონდეს ცდომა გარკვეულ როგორც ვახსენე რა დღესდღეობით საქართველოში ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებია ხო საბანკო საპროცენტო განაკვეთებია ამის შესაძლებლობას გვაძლევს რომ კიდევ უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთით შემოვიზიდოთ თანხები ვაკეთოთ ბიზნესი გავიდეთ ევროპულ ბაზრებზე და ჩვენც გვაქვს ამისი ამბიცია ჩვენ პირადად კომპანიას რომ გავიდეთ და გავაკეთოთ რუმსი ბრენდის საზღვარგარეთ ევროპაში და აი ეს ზუსტად ეს არის აი ამ ყველაფრის შესაძლებლობა და აი ზუსტად ეს არის ის ბენეფიტი რომელსაც შეიძლება რომ მიიღო და ჩვენ ძალიან აქტიური მხარდამჭერები და პოპულარიზაციას მინდა გაუწიო, იმიტომ რომ ნამდვილად რეზულტატი სახეზეა რა შეგეხმარება. ძალიან მიხარია ამას რომ გისმენთ ხოლმე თქვენგანაც წევრებისგან ზოგადად და განსაკუთრებით თქვენგან, იმიტომ რომ ორგანიზაციის დაფუძნებიდანვე იყავით ამ ორგანიზაციის გვერდზე და მიხარია რომ ხედავთ ასეთ პროგრესს რომ იზრდება უფრო მეტად ტენდენცია და კომპანიების ცნობიერება ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ხო ცნობიერება არ გქონდა და ნამდვილად გიყო ყველაზე მთავარი. ნამდვილად. გიორგი, თქვენთან გადმავალ იგივე კითხვით. აი რას გამოარჩევდით? რა იყო ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მიღწევა 2023 წლის გაეროს გლობალური შეთანხმების მხრიდან და როგორ ხედავთ ამ ორგანიზაციას მომავალში? მადლობა სალომე, მე ზოგადად ვისაუბრ როგორც გამგეობის წევრი ამ ორგანიზაციის მთელი წლის განმავლობაში გულწრფელად შემიძლია თქვა სიამაყით ვადევნებდი თვალს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობას ყველა მიმართულებით და ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები დაწყებული ეს აკადემია რომელსაც თქვენ ახორციელებს სხვადასხვა აქსელერაციის პროგრამი მათ შორის ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით ჯილდოს საკითხი ბიზნესების მოზიდვა და თქვენ ახსენეთ დაიწყეთ თქვა 16 ბიზნეს კომპანიით და დღეს უკვე 170-ზე მეტია და მათ შორის მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი ბიზნეს ორგანიზაცია დაემატა ამ ჩამონათვალს და ზოგადად ორგანიზაციის საქმე მე მახსოვს 2012 წელს მუშაობდი გლობალური შეთანხმების თემაზე თეზის ვწერდი და საქართველოში რომ მოვიკითხე საერთოდ არავინ არ იცოდა რა იყო ეს საკითხი და მათ შორის 2016-ში და 2017-ში და 5 წლის უკანაც მაგრამ მას შემდეგ რაც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებაზე მუშაობა დღეს ფაქტობრივად ცნობიერება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და ციფრებიც ამას მეტყველებს ამიტომ ამ ყველაფრის დაგვირგვინება ჩემი აზრით
მიზნით და ჩემი გადმოსახედით იყო სწორედ ის რეგიონული კონფერენცია Uniting Business Europe, რომელსაც თქვენი შრომის, ასე ვთქვათ, დაფასების ერთ-ერთი დემონსტრირება იყო ის, რომ სწორედ საქართველოში ჩატარდა ამდენი ქსელი ევროპიდან, ამდენი საერთაშორისო ექსპერტი, ამდენი ცნობადი სახე ამ სფეროში იყო საქართველოში ჩამოსული და ამის თამდევი და შემდგომი უკუგებაც და გამოხმაურებაც მათ შორის მეც მაქვს ინფორმაცია სათავო ოფისიდან სხვადასხვა ქსელებიდან არის არა მარტო იმის ხაზგასმა რომ თქვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ თქვენი ქსელი არამედ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოპულარიზაციაც იყო ამ მიმართულებით და მათ შორის იმ კომპანიების რომლებიც აქტიურად არიან ჩართული თქვენ საქმეში და ძალიან დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც ეს დაგვეხმარება 2024 წელს რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ თემის პოპულარიზაციის მიმართულებით, ბიზნესის ჩართულობის კუთხით და რა თქმა უნდა, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან სხვადასხვა რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანით ბიზნეს სექტორის საქმიანობის. დიდი მადლობა გიორგი ვალერი იმისთვის რომ დღეს ჩვენი სტუმრები ყავით და შევაჯამეთ 2023 წელი დარწმუნებული ვარ 2024 თქვენთვისაც ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენთვის ყველასთვის ერთად. ამით კი ჩვენი გადაცემა წელს არის დასრულებული, ჩვენ შეგხვდებით 2024-ში.